დიტა. Просто ისეთ მაგარი ვენც უკეთებ დათო სამსახურს, აი ძალიან მაგარი. აი რამე ხომ არ უნდა გაათენოთ რა გატურის. არა, რამე უნდა გავათენოთ. Просто დაგვახვიეს მუშები, ოფიციანტები. მე რეცი ვინ იყო აი დარბაზში მოსული სადაც ამ ვენც ვაკეთებ? ვინ მამა? შეხის ძმისშვილი. მე просто გადაირია როგორ გემოვნებიანად ჭკბიანურად და საკაიფოდ აკეთებთ ყველაფერს. მე ისე მაგრამ აეწონა. რა შოპინგ ტური გვაჩუქა დუბაიში. ასე შოპინგ ტური გაჩუქეთ. რას ნიშნავს და დაგვპატიჟა. ძალიან დიდი სასახლე აქვს. ვაფშე ფული არ დაგვეხარჯება რა, ანუ არც ბილეთების, არც სასტუმროს. მე შეხო რაღაცას გამეტენ და ხო იცი, ძალიან მაგარ რაღაცებს ჩამოგიტანეთ და. ძალიან კეთილი კაცია. შენ შიქო არა გოგო. რა იყო ახლა? რა უნდა გააკეთო ამისთან? როგორ უნდა დააწყო ტანგლები ისე რომ როჟე ესე ტანგა დაკვეთ, ა? კაი, რა დიტო, მაგისთვის ეგ ვაფშე არაფერი ისეთი არ არის. ხო და არც თქვენ ხართ ვაფშე არაფერი ისეთი. მაგას როგორ მეუბნები საერთოდ გოგო, ა? თუ წასვლა უკვე გადაწყვეტილი გაქვს. აი რა. სულ გამოშტერდი გოგო შენ, ა? ვერ უნდა ხდებოდე როჟა რატო გეპატიჟება თან შეიქი დუბაიში შეჩება. სულ არ კიდია რა უნდა იმუშაო იქ და ევასე ალბათ რა. მაგას მოუთხრა იმ დედის ტრაქს რა. მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა არჩევოსლა და ჩემი წოლის კერვა. დიტო, მე ვაფშე არ მოვეწონე, ნატაშკას უყურებდა უფრო. და რატო უნდა უყუროს ვიღაცა ახმარმა ნატაშკას, ა? მაგას გაუბავი მტავს. და შენ ხვალ არსად აღარ წახვალ. ამ ბოლო დროს ძალიან აცანცადი. ეთქობა აღარ გასწორ ჩემი პირობა კოჭების დახვრეტაზე. აი რა შუაშია ეგ დიტო რა. აი თუ ესე ინერვირებდი ვაფშე არ სადაწავალ, მივალ იქ ჩავაბარებ ყველაფერს და წამოვალ.